დილამშვიდობისა საქართველო, დღეს 15 ოქტომბერია, უყურებთ კურიერს 8 საათზე. საქართველოში ვიზიტის დღე მეორე თბილისში მყოფი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეს დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მიიღებს. დღესვე დაგეგმილია საოკუპაციო ხაზის მონახულება. ელინა ვალტონენი, რომელიც ეუთოს თავმჯდომარეობის პარალელურად ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრია, უკვე შეხვდა მის ქართველ კოლეგას. ერთობლივი განცხადებების შემდეგ ევროპელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, მისი თქმით, სმაკა ბოჭორიშვილთან საუბარი შეეხებოდა მოუგვარებელ კონფლიქტს, რუსეთის ვალდებულებებს 2008 წლის 6 პუნქტიანი შეთანხმების ფარგლებში და ეუთოს როლს. ასევე საქართველოში არსებულ შიდა მდგომარეობას. გუშინვე ელინა ვალტონენი შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ეუთოს თავმჯდომარე იქნება თუ ნებისმიერი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი, აუცილებელია პირველ რიგში წეს პატივი საქართველოს სახელმწიფოს. ამიტომ ყველაფერი მათი მხრიდან, რაც იქნება გაცხადებული, უნდა იყოს ობიექტური და არა სუბიექტური. ამიტომ მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ყველა ევროპელი პარტნიორის, როგორც ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი. ჩვენ ერთი გვექნება სათქმელი, რომ ყველა ამ ადამიანმა ჩვენი სახელმწიფოს წეს პატივი შეაფასოს ყველა ფაქტები, რაც საქართველოში ხდება ობიექტურად. თბილისში მყოფი ეუთოს თავმჯდომარე დღის ბოლოს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა. ელინა ვალტონენს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მოგვიანებით მან სოციალურ ქსელ X-ზე ვიდეო გამოაქვეყნა და აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა. თბილისში ვარ პარლამენტის შენობის წინ, სადაც მშვიდობიანი დემონსტრაცია იმართება. აქ ბევრი ხალხი მოდის უჭირავთ საკუთარი დროშები, ევროკავშირის, ნატოს, როგორც ჩანს, ფინეთის დროშაც. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს დროშაა. ამის მიზეზია შეშფოთება იმ მიმართულებით, რომელიც ამ ქვეყანამ აირჩია, რომელიც ჩორდება საბაზისო თავისუფლებებს, რაც გამოხატვის და შეკრების თავისუფლებით იწყება. საჭიროც არაა იმის თქმა, რომ ეს ხალხი იმსახურებს ყველა ამ უფლებას და აქ იმისთვის ვართ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ. ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის აქციაზე მისვლას და დემონსტრანტებისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას ეხმიანებიან მმართველ გუნდში. უმრავლესობა ელინა ვალტონენს მოგრჩევს 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს ობიექტური შეფასება მისცეს. ვფიქრობ, რომ ამ ქალბატონის მისვლა რადიკალებთან და მათთან რაღაცა გარკვეული, ასე ვთქვათ, თანაგრძნობის გამოცხადება, ეს არის ყოველად მიუღებელი ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისათვის, იმიტომ რომ მას ურჩევდი, რომ ნახოს 4 ოქტომბრის კადრები, როდესაც პრეზიდენტის სასახლეზე რადიკალებმა მიიტანეს შტურმი იერიში და თუ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში, ევროპის სახელმწიფოს დედაქალაქში, ევროპის სახელმწიფოს რომელიმე პრეზიდენტის სასახლის წინააღმდეგ შტურმი არ იგმობა მათი მხრიდან და დამგმობ განცხადებას არ აკეთებენ, გასაგები იქნება, მაგრამ ჯერ ნახოს ეს კადრები, თუ როგორ ძალებთან გვაქვს საქმე. უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით საკომიტეტო განხილვებს იწყებს დღეიდან პარლამენტი. საუბარია ცვლილებებზე, რომლის მიღების შემდეგაც კონკრეტულ პირებს შესაძლოა პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და პასიური საარჩევნო უფლებაც კი აეკრძალოთ. გათვალისწინებულია სხვა შეზღუდვებიც. ინიციატივა 4 კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. პარალელურად შესაბამის საკითხზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა. Მნიშვნელოვანესია ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც შედის დღეს კანონმდებლობაში და რომლის შესაბამისად იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი საზოგადოების სიმშვიდე. ჩვენი საზოგადოების გაჯანსაღება, დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღება და მოცილება იმ კრიმინალით მოსილი ადამიანებისა, რომლებმაც არაერთგზის დაამტკიცეს უკვე საკუთარი რადიკალიზმი და კრიმინალური ბუნება. დღესვე დეპუტატები მმართველი გუნდის კიდევ ერთ ინიციატივას განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებზე. მსჯელობა ბიუროს ხდომაზე იქნება. სიახლის მიხედვით მნიშვნელოვნად მკაცრდება სასჯელი გზის სავალი ნაწილის უკანონო გადაკეტვის, მასზე დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შემთხვევაში და ის 15 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს. ასევე 60 დღემდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ იმ პირებს, რომელთაც შეკრებისას თან ექნებათ იარაღი ან პიროტექნიკა. მმართველ გუნდში თვლიან, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ნათელი გახადა, რომ მსგავსი შეზღუდვები საჭიროა, ოპოზიცია კი ცვლილებების მიზეზად მომავალი აქციების პრევენციას ასახელებს. ეს გამკაცრება ვითომ იმიტომ რომ ჯარიმები არ აშინებს პროცესის მონაწილეებს უბრალოდ არაფერში არის მიმდინარე
ამ საპროტესტო აქციასთან, არამედ უფრო იმისთვის არის, რომ ხალხს ზოგადად შეეშინდეთ აქციებზე გამოსვლა, იმიტომ რომ ვიღაცა იფიქრებს, რომ ჩვენ რო აქციაზე გამოვიდეთ, ამიტომ დაგვაჯარიმებენ, ამიტომ დაგვიჭერენ და მომავალი აქციების, ასე ვთქვათ, პრევენციას უფრო ემსახურება, ვიდრე ის, რომ ეხლა რუსთაველს ვიღაცა კეტავს. თუ ადამიანებს ექნება ზურგლო თავიანთი პროტესტი გამოხატონ და გამოხატონ ტროტუარზე, თუ ბევრი იქნებიან, შესაძლებათ რა თქმა უნდა, რომ გზაზე გადავიდნენ, მაგრამ საკმარისი რაოდენობის თუ არ იქნებიან, მაშინ მათ მოუწევთ, რომ ააგონ კანონის წინაშე სრული სიმკაცრით პასუხი. მაგისტრანტის მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება დღეს თამარ ჩერგოლეიშვილი, ფედერალისტების ერთ-ერთ ლიდერს საქალაქო სასამართლოში პირველის ნახევრისთვის ელოდებიან. დაბარების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად პოლიტიკოსი ავრცელებს. ჩერგოლეიშვილის გამოკითხვა რამდენიმე დღის წინ ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით მისავე განცხადებას უკავშირდება. ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში მან თქვა, რომ 4 ოქტომბრის სცენარს თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახლში განიხილავდნენ და რომ პროცესში ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილიც. ტერორიზმთან კავშირში დადანაშაულებული 3 პირის აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ დღეს უნდა გადაწყვიტოს. პროკურატურამ დაკავებულებს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალი გუშინ წარუდგინა. სუსის ინფორმაციით, ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოსთან შესაძლო კავშირში მყოფი პირები მათ საცხოვრებელ სახლებში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ საბრძოლო მასალას. იარაღთან ერთად ჭხრეკე შედეგად ასევე ამოღებულია დროშა, ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკით წარდგენილ ბრალს არც ერთი დაკავებული არ აღიარებს. წითელი ჯვრის მისიამ ღაზადან კიდევ 4 ისრაელელი მძევლის ცხედარი გამოიტანა და ისრაელის თავდაცვის ძალებს გადასცა. პარალელურად ისრაელმა გაეროს აცნობა, რომ ჰამასმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, რადგან ყველა მძევლის ცხედარი დაბრუნებული ამ დრომდე არ არის. ამ მიზეზით ისრაელი პალესტინურ ანკლავში ჰუმანიტარული ტვირთის მანქანების განახევრებულ რაოდენობას მხოლოდ 300 მანქანას უშვებს. ჰამას განიარაღებისკენ მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწევს ტერორისტულ ორგანიზაცია თავად განაიარაღოს, თუ დაჯგუფება იარაღს არ დაყრის. თელეგრამის განმავლობაში გაგრძელდა შეტაკებები სამართალდამცველებსა და პროპალესტინელ დემონსტრანტებს შორის იტალიის ქალაქ უდინეში. პროტესტის მონაწილეები პოლიციელებს ფორვერკებსა და სხვადასხვა საგანს ესროდნენ. აქციის დასაშლელად გამოყენებული იყო სპეციალური საშუალებები, ცრემსადენი, აირი და წყლის ჭავლი, დაკავებულია 20 პირი. პროტესტი იტალიისა და ისრაელის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის პარალელურად შედგა. და კვლავ საქართველოს რაჭა ლეჩხუმ ქვემო სვანეთში სატყეო უბნების ადმინისტრაციებს ახალი შენობები აქვთ. ონშიც, საგერსა და ლენტეხში მშენებლობა უკვე დასრულებულია. წლის ბოლომდე შენობა მზად იქნება ამბროლაურშიც. საერთო ჯამში ქვეყნის მასშტაბით 10 ადმინისტრაციული შენობა მოეწყობა, რაც კერძო სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დღესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების გამარტივებას უზრუნველყოფს. მოსახლეობისთვის სატყეო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობის გამარტივების მიზნით საქართველოს ყველა რეგიონში აშენდა ადმინისტრაციული შენობები, რაც უზრუნველყოფს კერძო სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დღესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების გამარტივებას. ანსამბლ რუსთავის კონცერტით დასრულდა რუსთავ ქალაქობა 2025. საღამო ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა. დღესასწაული ქალაქში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, წარმოდგენილი იყო გასართობი პროგრამები ყველა თაობისთვის. საოცარი განწყობა იყო მთელი დღის განმავლობაში რუსთავის მთავარ მოედანზე. კიდევ ერთხელ ულოცავ ჩემს ქვეყანას და ჩემს ქალაქს, სვეტიცხოვლობას, ულოცავ რუსთაველებს, რუსთავ ქალაქობას. ანსამბლი რუსთავის მთავარი ღონისძიება სიმბოლურია დღეს. ანსამბლი რუსთავი ამ დღევანდელი დღით კიდევ უფრო დიდი გეგმებით ბრუნდება რუსთავში. დავგეგმეთ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი სამომავლო ურთიერთობები. ანსამბლი რუსთავი ქალაქ რუსთავში დაარსებს ფილიალს, სადაც
ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს, რომ შეისწავლოს ქართული ხალხური სიმღერა, ქორეოგრაფია, ასევე საკრავიერი ნიმუშები, განსაკუთრებით უნდა მოვიწვიოთ ზრდასრულები. ეს არის ქალაქი დიდი ისტორიით და აი ამ მოედანზე ეს ძალიან ლამაზად გაცოცხლდა ამ შესანიშნავი კონცერტით და რაც ყველაზე მთავარია იმ განწყობით, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ სცენაზე და რა თქმა უნდა მაყურებელი იძლევა საუკეთესო მუხტს იმისა, ისეც როგორიც რუსთავს ეკუთვნის. ასეთ იყო დღეს კურიერის პირველი გამოშვება, მე 9-მდე გემშვიდობებით.